სპონსორმა მიმატოვა. რა გამოდის? YouTube-ს ვეღარ გავაგრძელებ? ამ ყველაფერმა ცოტა არ იყოს და დამასევდიანა. ერთადერთი ეგ ფინანსები იყო, რომლითაც ამ არხს ვაცოცხლებდი. ან ხელი უნდა ჩამექნია, ან რაღაც ახალი უნდა მომეფიქრებინა. და რა თქმა უნდა, მე ახალი რაღაც მოვიფიქრე. და გამახსენდა ჩემი კულინარიის გვერდი. 15 საჭმელი გავაკეთე და მხოლოდ ერთი გამომივიდა კარგად. ბურგერი. ეხლა ვნახოთ დედა ჩემი რა სიტყვის. აურა გემრიელია. გემრიელია? მოიცავ ერთი მეც გამასინჯი. ვიზუალითაც კაია. და ვიფიქრე, მოდი გავხსნი ჩემს საბურგერეს და იქიდან აღებული შემოსავლით ვაცოცხლებ ჩვენს არხს. ეს იდეა ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ ბევრი სისულელე გადამხდა თავს. ერთადერთი პრობლემა, რაც ჩემს გაკეთებულ ბურგერს ჰქონდა, იყო პური. საშინლად მშრალი იყო. პურს გამოვასწორებდი და მშვენიერი ბურგერი მექნებოდა. ისეთი გემრიელი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა იყიდდა ბედნიერი. ხო და დავიწყე ამ პურის კეთება. ავიღე ინგრედიენტები, რომელიც ChatGPT-მ მასწავლა, მოვზილე, მივეცი ფორმა და გამოვაცხე იმ იმედით, რომ სოფლიოში საუკეთესო პური გამომივიდოდა. შევწდი. აი ეს გავაკეთე. არ ვიცი როგორ შეიძლება აქედან აქამდე დაეცე, მაგრამ მე შევძელი. ასეთი საშინელება გავაკეთე. გემოს არ გეტყვით როგორი იყო. და ამის გაკეთების დროს აღმოაჩინე ისიც, რომ მხოლოდ პური არ იყო პრობლემა. არც ხორცი და არც დანარჩენი ინგრედიენტები არ ვარგოდა. ნუ ორი გზა მქონდა, ან ხელი უნდა ჩამექნია ისევ, ან უნდა გამეგრძელებინა. და მე რა თქმა უნდა, ისევ გავაგრძელე. დღევანდელი ვიდეო ეძღვნება იმას, თუ როგორ შევძელი და როგორ გავაკეთე საუკეთესო ბურგერი. Everywhere I go, the people really want to know who I is and who I be. They stop and stare when they see me. უკეთესი გეგმა დავსახე, ვიდრე ეს ეპიტაპერი მივარდნა და რაღაცის გაკეთება. 3 ეტაპად გავყავი ბურგერის გაკეთება. პირველი ეს არის პური, მეორე ეს არის ხორცი და მესამე ეს არის დანარჩენი ინგრედიენტები. შევეცადე სამივე მათგანი საუკეთესოდ გამეკეთებინა და ვიდეოს ბოლოს შევძელი ის, რომ მქონოდა ძალიან გემრიელი ბურგერი. ჩემი აზრით ჩაურმოს ბევრად ჯობია. რას ქვია, რას ლაპარაკობ, რა შედარება. არავინ არ მაძლევს ამის თვალს, მაგრამ ისე მომწონა, რომ კიდე ორი სალი გავაკეთოთ. რომელსაც აუცილებლად განახებთ. იქამდე კიდე პურის კეთება უნდა დავიწყო. ეხლა მე უნდა შევეცადო, რომ როგორმე კარგი პურის რეცეპტი ნახო. უბრალოდ ინგრედიენტები ვიცი უკვე. უბრალოდ თანმიმდევრობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. მოკლედ ინტერნეტში დავძებნე ინგრედიენტები, როგორ უნდა გამეკეთებინა, რანაირად უნდა გამეკეთებინა, ბევრი ვიბოდიალე, ხო და გადავწყვიტე, რომ ამ ახალი ცოდნით თავიდან გამეკეთებინა საუკეთესო პური. და თან TikTok-ის ვიდეო გადამეყო, რომ TikTok-ზეც გამეპიარებინა ჩემი საბურგერი. რამოდენიმეჯერ ვცადე ამ პურის გაკეთება და ხან რა შემეშალა და ხან რა 40 გრამი შაქარი. 1 კვერცხის გული, ცაფუარი, ყველაზე საინტერესო, კარტოფილი. და მივიღებ რჩევებს თქვენგან ბურგერს რა დავამატო, რა მოვაკლო და ასე და ასე შემდეგ. მაგარი საბურგერი უნდა გავხსნა რა. ხუთი ჩავყაროთ. ახლა უნდა დავალოდო 2 საათი სანამ ამოვა. ჩვენი ცომი ამოვიდა, უნდა მივცეთ ფორმა. ცომთან ურთიერთობა ცოტა არ იყოს და მიჭირს. ცომი ავწონე და ფორმა მივეცი. ამის შემდეგ კი კიდევ 2 საათი უნდა დავალოდო, რომ ჰაეროვანი გახდეს. შეხედეთ რა მხელები გახდათ, როგორ თანთალებს. კვერცხის ცილა უნდა წავუსვათ. სახელს თუ მირჩევდით საბურგერისთვის, მაგარი იქნებოდა. ძალიან დამეხმარებოდით. ეხლა უკვე შევდგათ ღუმელში. ამჯერად ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და ღუმელშიც წარმატებულად შევდგი. რამოდენიმე წუთის შემდეგ გადავამოწმე კიდევაც და იდეალური იყო. ამაზე კარგი ფიზიკურად ვერ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ გაფუჭდა. მოკლედ მე მივდიოდი ქალაქში და დედაჩემს ვთხოვე რომ თუ შეგიძლია მიხედო პურს, რომ არ დაიწვას. რა თქმა უნდა, დედაჩემს დაავიწყდა და ეს პური დაიწვა. მე მიხაროდ რომ გამოვიდოდა ასეთი, მაგრამ გამოვიდა ასეთი. ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე ბურგერის აწყობა და არც ისე ცუდად არ გამოიყურებოდა. პური ასეთი გამოვიდა, გონი ცოტა დაიწვა. რეალურად ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დედაჩემს დავუტოვე და იმას დაავიწყდა გამოღება და აი ეს მოხდა. არ აუშავს შემდეგზე უკეთეს გავაკეთებ. მე მგონი რომ ცუდი არ გამოვიდა რა. რა რჩევებს მომცემთ რომ ეს ბურგერი უკეთესი გამოსულიყო.
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ პური დაიწვა. შემდეგზე უბრალოდ ამ პურს დროულად გამოვიღებ ღუმელიდან და ყველაფერი კარგად იქნება. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პურის ეტაპი გადაილახა. თან შეხედეთ წინა ბურგერს რა მაგრად ჯობია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც არ მაკმაყოფილებდა. რაღაც ზედმეტად ჩვეულებრივია. ამიტომ ძალიან ბევრი ვიშრომე და ვიდეოს ბოლოს შევძელი გამეკეთებინა ისეთი ბურგერი, რომელიც ამას ბევრად სჯობდა. და გემოთიც ბევრად სჯობდა იმას, რაც ახლა გვაქვს. მოკლედ მეორე ეტაპი, ხორცი. ბევრი ძებნის შემდეგ მივაგენი ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ქვია ჯორჯ მოტსი, რომელიც თურმე აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ბურგერებს. აქვს რესტორანი, რომელსაც ქვია ჰამბურგერ ამერიკა და იქ არის ყველაზე მაგარი ბურგერები. ხო და რა თქმა უნდა, ამ კაცისგან უნდა მესწავლა, იმიტომ რომ საუკეთესო ბურგერებს ეკეთებსო. ხო და რა ვისწავლე ახლა ამ კაცისგან? ხორცი უნდა იყოს ცხიმიანიო. 70% უნდა იყოს მჭლე და 30% უნდა იყოს ცხიმი. ესეთი ბურგერი გამოდის ყველაზე გემრიელიო. იმედი მაქვს რამენერად გამომივა მსგავსი ხორცის პოვნა. თითქოს მარტივია. მივიდე ყასაბთან და ვუთხრა. მომეცი ხორცი, რომელიც ცხიმიანია. ამ იმედით მივდიოდი მაღაზიაში, რომ ჩემი ყასაბი მარტივად მომცემდა ხორცს. აქ უნდა ვიჭროთ ხორცი და დიდი მეტი უნდა დახმარებინა მაკედინე მე ზუსტად ისეთ ხორცს როგორც მინდა 30% ცხიმერად და 70% იმჭმენ. მაგრამ ჩვენმა ყასაბმა მითხრა, რომ არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. ყასაბმა მითხრა, რომ არ ვიცი როგორ უნდა დავჭრა ხორცი ისე, რომ 30% გამოვიდეს ცხიმი და 70% გამოვიდეს მჭლე. რა უნდა მექნა? რავი, რენდომზე რაც მომცა წამოვიღე. შევხედე შორიდან ცხიმიანს გავდა და მეთქი, ოკეი, რა ვიცი, ჩანდავას მაგის თავი. და ეხლა ამ ხორცს თავისი დამზადების წესი აქვს, რომელიც ისევ ჯორჯ მოტსისგან ვისწავლე. ეს არის დაჭყლეტვა, ანუ იგივე დასმეშვა. ამ ხორცისგან ვაკეთებთ ბურთს და შემდეგ ჭყლიტავთ, მაქსიმალურად ჭყლიტავთ, რომ მაქსიმალურად თხელი იყოს. ხორცი ხრაშუნა ხდება და გემრიელია და მეორე ის რომ მალე კეთდება. მოკლედ იმისთვის რომ ეს ხორცი კარგად დამეჭყლიტა, მჭირდებოდა კარგი საჭყლეტი. და მეორე რასაც ვეძებდი, ეს არის ბურგერის პრესი, ესე რომ ჩავჭყლიტო. ეს რა არის? ცოტა იაფიანი უნდა ვიპოვო. სამწუხაროდ ვერ ვიპოვე პრესი, ამიტომ ასეთ რამეს ვიყიდი. ტყული არ ვეპოდიალებ დიდი მეტი მაქვს. სპატულა ქვია ასაღები მინდა ბურგერის. ხორცის ბურგერის კა ხორცის. ეხა ამასა და ამას შორის რა განსხვავება? ამასა და ამას შორის კითხავდი, ეს სახი ხიარი და ეგ ასაღებია. მაგარი მზარეული ვარ. ის იყო საფხეკი. და საფხეკი და ასაღები ვერ გავარჩიე. კიდევ ერთი რაღაცის ყიდვა მინდოდა, ეს არის თუჯის ტაფა. ვერ ვიპოვე ვერც ეგ და ჩვეულებრივ ტაფაზე გაკეთება გადავწყვიტე. დღეს უნდა შევეცადო რომ გავაკეთო საუკეთესო ხორცი. ბურგერის ხორცზე და ზოგადად ბურგერებზე ბევრი რამე ვისწავლე ჯორჯ მოტსისგან, რომელსაც ნიუ-იორკში აქვს საბურგერე და ამბობენ რომ საუკეთესო ბურგერს ყიდისო. გვაქვს კარგი ამბავი, ნიჩაბი ვიყიდე. ესეც კარგი შენაძენია. უბრალოდ ერთი პრობლემა ეს არის, რომ რავი, ნაჩურტები არ უნდა ქონდესო, მე ვერ ვხვდები ამ ნაჩურტების პრობლემას. სახელი ხო არ დავარქვათ. ბობი. გაცხელდა ეს? რაღაცა დაფასავით არის ხოლმე და იმაზე აკეთებენ ბურგერის ხორცებს. მაგის ყიდვა ძალიან მაგრად მინდოდა, მაგრამ საქართველოში ვერ ვნახე. ეს თუჯის ტაფა კარგი არის, იმიტომ რომ ბრტყელია ჯერ ეგ ერთი და დაჭყლეტვაში ხელი არ გეშლება. და მეორე ის რომ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და ჩვენ მაღალი ტემპერატურა გვჭირდება იმისთვის რომ ხორცი კარგად დაიბრაწოს. და ეს ბურთები უნდა დავაბრტყელოთ. ადგილი არ აი, რატო არ უნდა ქონოდა ნაჩვეტები? პერგამონის ქაღალდი რო დავადა და ისე რო დავჭყლიტო, ტაფა ბრტყელი რომ არ არის, დაჭყლეტვაში საშინლად შემეშალა ხელი. ხან იქიდან მიუდექი, ხან აქედან. მაგრამ საჭირო დონეზე მაინც ვერ დავჭყლიტე. ტაფის ბრალი უფრო არის ვიდრე ბობის რა. ბობს გულები გავუსპამოთ. დატოსტილი ძირი. ეს პური ერთ-ერთმა კომპანიამ გამიგეთა, მაინტერესებდა როგორი იყო, ამიტომ დღეს ამით გავაკეთებ, გავსინჯავ და ვნახოთ გემრიელი არის თუ არა. პური ძალიან იფხნება რა, ესეთი პური არ გამოდგება. დღეს არც ხორცი გამომივიდა წესიერად და არც პური გამომადგა. ჩავფლავდი. ყველაფერი აირია. და ეს უკვე ზედმეტად ბევრი ჩაფლავებაა იმისთვის რომ мотиваცია მქონოდა. და უკვე ფიქრობდი იმას რომ ის ბურგერი მხოლოდ ერთხელ გამომივიდა კარგი და მეორედ ვეღარასდროს ვეღარ შევძლებდი ეგეთი ბურგერის გაკეთებას, მით უმეტეს რომ არც ეგეთი მაგარი მზარეული არ ვარ. მაგრამ ამ დროს ერთი საინტერესო წერილი მომივიდა. სრულად უცხო ადამიანს უნდა რომ აჩუქოს ტაფა, რომელიც მე ესე ძალიან მჭირდებოდა.
მთელი мотиваცია უკან დამიბრუნდა მოკლედ. მითხრა რომ გარეკლამება არ მინდაო ამისთვისო, მაგრამ მე მაინც ვახსენებ რომ ლილოში აქვს მაღაზია და ნომერი 235-ია. და ვინმეს თუ გჭირდებათ სამზარეულოს ნივთები, შეგიძლიათ ესტუმროთ ამ კარგ ადამიანს. ამ წერილმა მთელი ჩემი мотиваცია უკან დააბრუნა. დავინახე ის რომ ვიღაცას ჯეროდა ამ იდეის და წავედი ამ ტაფის მოსატანად. ლილოში აქვს მაღაზია და მოდი ახლა მივიდეთ და ვნახოთ რას გვაჩუქებს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა. TikTok-ზე თქვენ მომწერეთ? არა. გამარჯობა. TikTok-ზე რომ მომწერეთ? კაი, კი ბატონო. მოვალო. როგორ არ გამომადგება? და ხორცალ ბურგერის ხორც გაკეთე. კი ბატონო. არა, სულ ან საწყისისთვის ფარამის ფორმ მოგწონს. მადლობა ძალიან დიდი. კაცრის ბურგერები ჩემზე იყოს რამდენიც გაგიხარდება. ასეთი კარგი ტაფა მოგცა, რომელიც ძალზედ მჭირდებოდა და აქედანაც დიდი მადლობა. იქიდან სანამ წამოვიდოდით, ჩემს მეგობარს შალვას თურმე ყოლია ყასაბი, ნათესავი, რომელმაც გვირჩია კარგი ნაჭრებიც. ოკეი, კაი. ხორის შეიკა საქონლის რბილი. ბარკლეს. შემოგევლე გაიხარეთ, მაგო. კარგად. ისაკეთ რომ საქონლის საფარავი უთხარით ბარკლისა. საფარავი? კაი, საქონლის საფარავი. კარგი, გაიხარე. ანუ ყველაფერი კარგად მიდის. პური თავის დროზე დამეწვა და მაგიტო ცუდი გამოვიდა. სანამ ამ ხორცამდე გადავიდოდი, გადავწყვიტე რომ თავიდან გამეკეთებინა ეს პური და ამჯერად არ დამეწვა. ბურგერის პური გამზადდა და საუკეთესო პური გავაკეთე. როდესაც ეს პური გავსინჯე, ძალიან პაპუგი. ძალიან გემრიელია ბიჭო არადა. ძალიან გემრიელია. არ ვიცი, ესეთი გემრიელი პური მე არც ერთ საბურგერში არ გამესინჯავს. არა ბობი. ხო და მოკლედ პური გამომივიდა და დაგვრჩა ხორცი. წავედი ხორცის საყიდლად, რა გვინდოდა? 1 კილო გამოდეს ჯამში რა 700 მინა ეს და 300 მინა ეს. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ძალიან ძვირი ღირს. 32 ლარი გადავიხადე. და სახლში დაბრუნებისას შოთამ მითხრა, რომ კარფურშიო რაღაცა ხორცები არისო იაფადო და ზუსტად ისეთიაო, როგორიც შენ გიდაო. მივედი, 10 ლარით იაფი ღირდა. ეს ღირს 28 ლარი. ეს ღირს 17 ლარი. 28 და 17 და ვერ ხვდები განსხვავება რა აქვს. გამარჯობა, ამას დამაშორს რა განსხვავებაა? აცარაფეთ იმს ყოველგვარან, ბოლ ესა როიდი და წაებო საფუნური შედო, ბოლოდი არ გაიფუ. ეს მეის მორო არაფერი არ. და რო შევეკითხე ამ კაცს, მეთქი 10 ლარით იაფი რატო ღირს ეს ყოველივე? იმიტომ რომ გაყინულიაო. დიდი ხანი ვერ შეინახავო, მაგიტო ღირს ასეთი იაფიო. საკმაოდ ცხიმიანს გავდა და მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ბარემ წამომეყო. მადლობა. ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ იაფი ღირდა. როგორც მიხვდით, ფინანსებში ძალიან მიჭირს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სპონსორმა მიმატოვა, ამიტომ გავაკეთე დონაციის ლინკი. ამიტომ ამ გზით შეგიძლიათ პროექტს დაეხმაროთ. და თუ დონაციის დროს მიუთითებთ თქვენს მეილს, პირველი შენაძენისას გექნებათ 50%-იანი ფასდაკლება. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დახმარებისთვის. ხო და ასე, ხორცის ორი ვარიანტი გვაქვს. ერთი 17 ლარი ღირდა, მეორე 32. ორივეს დავტესტავ და ვნახოთ რაიმე განსხვავება ექნება თუ არა. ეს ის ხორცია, რომელიც მაღაზიაში ვიყიდე 17 ლარად. ტაფა, რომელსაც გავაცხელებ. გვყავს ბობი. ხო, უკვე სივრცე გვაქვს. აბა ვნახოთ ერთი რა გამოვა. კაი, ძირდა მივარდა. მოდი თავიდან გავაკეთოთ. ამჯერად მაინც არ დამივარდეს. პურში ჩავდე ეს ჩემი ხორცი და სინჯავ. გენიალურად გემრიელია ახლა მერთო ჩემო. არ ვიცი ესეთი გემრიელი როგორ გამოდის, მაგრამ დაჭყლეტილი ხორცი არის საშინელად გემრიელი. ეხლა მე მაინტერესებს მეორე ხორცს რომ გავაკეთებ, ისიც ეგეთი გემრიელი იქნება თუ არა. ეხლა უნდა გავატაროთ ჩვენი ხორცი.
არასდროს არ გამიკეთებია ცხოვრებაში და აზრზე არა ვარ, როგორ ან რანაირად უნდა გავაკეთო. იმედია კარგი გამოვა. მე მგონი რომ კაი ცხიმიანობისაა, რავი არა. მოკლედ რაც ვიცი ახლა პირველ რიგში ოთხკუთხედებად უნდა დავჭრა. კაი ცხიმიანი გამოდის. YouTube-ის ტუტორიალში ვისწავლე მაგი. გავატაროთ ხელმეორეც. რაღაცა მე მგონი ნამედანი ცხიმიანია ეს. ეს არის ჩვენი ბურთები. შენი დედავატირე რა. როგორღაც გადავარჩინე ამ ხორცის ნაწილი და შევწვი. ისეთი წუნიანი და გემრიელი იყო, რომ არ ფიქრიც არ ჭირდება. აუ რა წუნიანია? ეს მოგორია. იმას ბევრად ჯობია. აუ ჩვენ ავარჩიეთ გამარჯვებული ხორცი ვიპოვეთ ბატონის შალვას. ვინ არის შენი? ბატონის შალვას ბიძის რჩევით ნაყიდი ხორცი ბევრად უფრო კარგი გამოდგა. უბრალოდ 10 ლარით ძვირიც. იმდენად ცხიმიანი იყო, რომ ცეცხლი მოეკიდა. სამწუხაროდ მხოლოდ ფოტოს გადაღება შევძელი, მაგრამ მაგარ პანიკაში ჩავვარდით. ხორციც ავარჩიეთ. ახლა დადგა დრო, დანარჩენი ინგრედიენტები გავიგოთ. მოკლედ, ორნაირი ბურგერის ვერსია მაქვს. ერთი კეთდება ამ ინგრედიენტებით, მეორე კიდე ხახვით და ჟავეკიტრით. მე ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობია. ხო და შალვა მოვიყვანე, რომელიც საკმაოდ კრიტიკული ადამიანია შეფასებისას და ვთხოვე რომ ორივე გაესინჯა და აერჩია გამარჯვებული. მაგრამ სანამ შალვა გასინჯავს, იქამდე არ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი თუ საიდან სად მოვედით. შეხედეთ, ასეთი საზღვრობა იყო პირველი ბურგერი და ასეთი გახდა. ახლა გემო ვნახოთ როგორი აქვს. ხახვით და ჟავეკიტრით. ხახვით და ჟავეკიტრით, ნახოთ როგორ იქნება. ეჭვ მოკრო დავისურები. აბა უგუბი შეცმოვა. თვითო ნერვიო. გაჩენა რას ვადარო და ფასი. 15 ლარი. თვითონ ეს ერთიც საკმაოდ განაყრებს. გემო მითხარი როგორია? გემო ძალიან კარგია, მეტი რა გითხრა. წამოიცადე. მეც მინდა ბიჭო, მეც მინდა ვახჩი. ხახვი მერე ტკბება რა, რო იწובה, მერე ტკბება და ეგ არის გემრიელი, კარამელიზდება. ეხლა სიამაყე მიგეყურებ, იმიტომ რომ ვიცი რომ მართლა გემრიელია რა. ბიჭო, მართლა მაგარი. სოუსი მაგრამ მოუხდა დაჟე. სოუსი ძალიან მაგარი. თორემ ბურგერი ძმაო, აი ხელები ამიწევია. ჩემი აზრით პომიდორი სალათის ფურცელი ამ ბურგერს უკარგავს მუღამს. კი, ხახვიანი, აი ესეც ძალიან მაგარია. ბიჭო, ესეთი მაგარი როდის გამომდიოდა? ბევრად განსხვავებული გემოხამას. ვაფშე სხვა, აბსოლუტურად სხვა არის, ხო? ცუდი არ არის, მაგრამ იქ ჩემი აზრით თავარი იყო, აი ეს ხახვი შედიოდა იდეალურად ხორცთან რა. ხო, ხახვი რო ტკბება მე ძალიან მაგარია. თუ შევდოთ ამას მაგდონალდს ბურგერს, აი გვერდზე არ დაიყენებს, პირდაპირ გეტყვით, აი ეს ბურგერი მაგდონალდს ბურგერსთან უბრალოდ გვერდზე არ დადოთ. ის ჯობია, ხო? იჯობა. ის ჯობია, მეც ეგრე მგონი რომ ის ჯობია. ხორცის ხარისხი უნდა შეინარჩუნა. ანუ რაღაცა რო აკეთებდი გემრად გამოიყურებოდი ესეთი გემრიელი არ მოგqolotოთ. არავინ არ მაძლევს ამის თვალს, მაგრამ ისე მომეწონა, რომ კიდე ორი სალი გავაკეთოთ. ერთთვიანი წვალების შემდეგ შევძელი რომ გამეკეთებინა ძალიან გემრიელი. მაგრამ საბურგერის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მე ამისთვის უფრო მეტს ვიმუშავებ, თქვენ კი დაელოდეთ ახალ ეპიზოდს. Soon may the welcome come to bring us sugar and tea and rum. One day when the telling